თუ იმეს გონია რომ მეორე ხარისხოვანია ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეს ვინმე რასაკვირველია ცდება უახლოეს ერთ თვეში თვენახევარში არც კი სინოდი შეიკრიბება და არჩევს სულიერ ლიდერს შეარჩევს სულიერ ლიდერს არა მხოლოდ სინოდის ან უმაღლესი იერარქების ან სამღვდელო კრებულის სამღვდელოების ეკლესიის მსახურების არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოს საქართველოს სახელმწიფოს ახალ სულიერ ლიდერს ახალ პატრიარქს მოდი ასე ვიტყვი ახალ კათალიკოსს რომელიც ცხოვრების ბოლომდე იქნება კათალიკოს პატრიარქი დამოუკიდებლად იმისა ის ერთი წელი იცოცხლებს ამ დღიდან თუ 50 ალბათ ვერა მაგრამ მაგალითად 20 25 30 შესაძლოა 35 ის პირველი პირი საჭეთპრობელი იქნება ჩვენი მართლმადიდებელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ამ 15 წელიწადში მოდი ასე ვთქვათ 20 წელიწადში 10 წელიწადში 5 წელიწადში მით უფრო 30 წელიწადში 35 წელიწადში ბევრი რამ მოხდება გარშემო და ბევრი რამ მოხდება საქართველოში ბევრი რამ მოხდება ქართულ საზოგადოებაში ქართულ სახელმწიფოში ბევრი გამოწვევა იქნება ქართული სახელმწიფოს წინაშე და მიუხედავად იმისა რომ მაღალზე მაღალი ალბათობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაცია რეიტინგი ერთგვარად დავარდება ანუ 90%-იანი რეიტინგით ვეღარ ისარგებლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიზეზთა გამო და პირველ ყოვლისა იმიტომ რომ აღარ არის ცოცხალი პატრიარქი ილია მეორე ვინც იყო ამ მაღალი რეიტინგის მთავარი საფუძველი დავარდება შესაბამისად ეს რეიტინგი არ ჩამოვარდება 30 და 25%-მდე 50 და მეტი 60 65 50 ვინც ის 75% კარგი 60% 51% ყოველთვის ექნება რეიტინგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრევლში და ქართულ საზოგადოებაში და ქართულ სახელმწიფოში ასეა მართლაც ასეა მიზეზთა გამო ქართულმა სახელმწიფომ ქართულმა საზოგადოებამ ნებისმიერი ეპოქისა უმნიშვნელოვანესი როლი დააკისრა მართლმადიდებელ ქართულ ეკლესიას საქართველოს ეკლესიას პატრიარქ ილია მეორის წვლილი ამაში წვლილი და დამსახურება ამაში სხვადასხვა საკმაოდ დიდია ძალიან დიდია უზარმაზარია მეთქი ვიტყვი ასე მით უფრო არ დაგვავიწყდეს რომ საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა მისი ტერიტორიის 20% მის მარადიულ თუ არა გახანგრძლივებულ მტერ რუსეთს ოკუპირებული აქვს და ყოველი სიტყვა ყოველი ამოსუნთქვა მომავალი პატრიარქისა ბევრ რამეს გადაწყვეტს როგორი იქნება საქართველო როგორი უნდა იყოს საქართველო ეს პატრიარქზეც იქნება პატრიარქის სიტყვაზეც იქნება დამოკიდებული ამასთან არც ის დაგვავიწყდეს რომ ყველა დიდი პატრიარქი ან ყველა პატრიარქი თუ გნებავთ ასე ვიტყვი მე-20 საუკუნიდან კირიონ საზაგლიშვილიდან მე-9 პატრიარქამდე ილია მეორის ჩათვლით არა მხოლოდ ღვთის სიტყვას არა მხოლოდ ქრისტეს სიტყვას სახარებისეულ ჭეშმარიტებებს სიბრძნეებს ავრცელებდა ამბიონებიდან ქართული საზოგადოებისათვის არამედ ლაპარაკობდა საერო უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ილია მეორე 59 წლის განმავლობაში რამდენი ეპისტოლეს ჰქონია ყოველთვის ლაპარაკობდა დემოგრაფიაზე ყოველთვის ლაპარაკობდა ეკონომიკაზე ყოველთვის ლაპარაკობდა ეკოლოგიაზე ყოველთვის ლაპარაკობდა უსაფრთხოებაზე თავდაცვაზე საგარეო საკითხებზე საქართველოს ორიენტაციაზე და მისი სიტყვა უშიშრად მოეფინებოდა ხოლმე ხალხში კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში ჩვენი სიტყვა კვლავ უშიშრად მოვფინოთ ხალხში ამ პრინციპს მისდევდა და მომავალი პატრიარქი ამ თვალსაზრისით გამორჩეული ვერ იქნება ან განსხვავებული ვერ იქნება მიუხედავად იმისა რომ ბიძინა ივანიშვილს ვინც ისდა სწორედ ეს უნდა რომ პატრიარქმა ილაპარაკოს მხოლოდ სახარებაზე მათეს სახარებაზე ასე მაგალითად იოანე ოქროპირზე თუ ბასილი დიდზე ბიძინა ივანიშვილს უნდა ეს და არავითარ შემთხვევაში არ ისაუბროს ფართო გაგებით პოლიტიკურ საკითხებზე რა იცის საბოლოო ჯამში როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ასე ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ფიქრობდა პატრიარქ ილია მეორეზე და იფიქრებს თუ ფიქრობს მომავალ პატრიარქზე აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს უნდა მხოლოდ ქრისტეზე მოსაუბრე პატრიარქი არა და ქრისტეზე მოსაუბრე ვერ იქნება პატრიარქი ჩვენს ქვეყანაში რომელსაც ესოდენ სერიოზული გამოწვევები აქვს მხოლოდ ქრისტეზე მოსაუბრე არ იყო არც კირიონ საზაგლიშვილი არც ამბროსი ხელაია და არც არავინ არც ერთი პატრიარქი მეთქი მით უფრო არ იყო 59 წლის განმავლობაში მთავარმმართველი საქართველოს ეკლესიისა
სულიერი ლიდერი, ასე რომ უწოდებთ ხოლმე, ერის მამაო, ასე რომ უწოდებთ ხოლმე, პატრიარქი ილია მეორე ბიზინა ივანიშვილს აქედან გამომდინარე ხავს შერჩეული საკუთარი ფავორიტი. აქვე ვიტყვი, შიო მუჯირი ასეთად წარმოუდგენია, გონია, ან იმედი აქვს, რომ შიო მუჯირს უეტყვის, რომ მან ისაუბროს მხოლოდ ქრისტიანული სიბრძნეები, ქრისტე გაავრცელოს, ქრისტეს მოძღვრება გაავრცელოს საზოგადოებაში, შიო მუჯირი იოლად დახაბულდება და მართლაც უფრო უასწრავად ამ სიტყვისთვის არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ უფრო მოწყვლადი ჩანს შიო მუჯირი, ვიდრე ნებისმიერი ან ბევრი სხვა უმაღლესი იერარქი, რომელიც თეორიულად განიხილება ქართულ საზოგადოებაში პატრიარქობის კანდიდატად. ბიზინა ივანიშვილს უნდა ისიც, რომ შიო მუჯირს კონდეს შესწევდეს ძალა დაავალოს მღვდელმსახურებს, უკლებლივ ყველას მეთქი, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი უმაღლეს იერარქებს, ყველა ეპარქიას, რომ ამბიონებიდან იქადაგონ მხოლოდ და მხოლოდ სახარებისეული სიბრძნეები და არავითარ შემთხვევაში არ შეეხონ განსაკუთრებით საგარეო კურსს ჩვენი ქვეყნისა. როდესაც მეუფე სპირიდონი, ეს ისედაც პრორუსი კაცი, ისაუბრებს რუსეთთან საქართველოს დაახლოების აუცილებლობაზე, ეს ბიზინა ივანიშვილის ინტერესში შედის, მაგრამ თუ რომელიმე სხვა უმაღლესი იერარქი ისაუბრებს, იქადაგებს დასავლეთთან საქართველოს ინტეგრაციის აუცილებლობაზე, ეს კი ბიზინა ივანიშვილის ინტერესში არ შედის. კვლავ ვიმეორებ იმის გათვალისწინებით, რომ 50%-იანი რეიტინგი, როგორც მინიმუმ, რასაკვირველია, ექნება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მეტი და მეტი ექნება, თუ იქნება მომავალი პატრიარქი, იქნება მკვეთრი, იქნება მართალი, იქნება ხალხისთვის, იქნება სახელმწიფოსთვის, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის იყო ბევრი სხვა პატრიარქი, იმ 9 პატრიარქიდან, ზოგი სხვა პატრიარქი, იმ 9 პატრიარქიდან, რომელიც ყოლია საქართველოს მე-20-21 საუკუნეებში. სხვადასხვა აქვე ვიტყვი, რომ მომავალი პატრიარქი იქნება, რამდენადაც მე ხვდები და ანალიზებ, მომავალი პატრიარქი იქნება მეორე პატრიარქი ლეონიდე ოქროპირიძის შემდეგ, რომელიც არჩეულია დამოუკიდებელ საქართველოში. რატომ ვამბობ ამას და რატომ არ ვახსენებ მათ შორის კირიო საზაგლიშვილს, იმიტომ რომ კირიო საზაგლიშვილი პატრიარქი გახდა, ვიდრე საქართველო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას 1918 წელს. ივნისის თვეში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ თვეში 28 ივნისს კირიო საზაგლიშვილი მოკლეს კიდეც და მალევე ლეონიდე მისი დაუზინებელი იმტერი გახდა კათალიკოს პატრიარქი დამოუკიდებელ საქართველოში. ყველა სხვა 8 პატრიარქი, ანუ შეგვიძლია ჩამოვასახელოთ, რასაკვირველია, კირიონიც ვახსენოთ კიდევ ერთხელ და ამბროსი ხელაია, რომელიც ბოლშევიკები შემოვიდნენ თუ არა ოქტომბრის თვეში იყო არჩეული პატრიარქად, ანუ 21 წელს. შემდეგ უკვე კრისტეფორე სისქიშვილი, კალისტრატე სინცაძე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი და შესაბამისად ილია მეორე, ანუ 9 ჯამში, ესე იგი 8 ჯამში ლეონიდეს გარდა იყო არჩეული დამონებულ, დაპყრობილ, ოკუპირებულ საქართველოში ილია მეორის ჩათვლით. ამ თვალსაზრისით მომავალი პატრიარქი შედარებით თავისუფალი იქნება, მეთქი ასე ვიტყვი, ან თავისი არჩევნების წესითა და რიგით უფრო თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს, ვიდრე ტარდებოდა არჩევნები კომუნისტების და ბოლშევიკების დროს. კრისტეფორე სისქიშვილის არჩევნები საერთოდ როგორ ჩატარდა, ამაზე ნუღარ მომაყოლებთ და ნუღარ გამამახვილებთ, ბინებთ ყურადღება. ჩვენ სულ საუბრობთ იმაზე, რომ ლეონიდე იყო დაპირისპირებული კალისტრატე სინცაძე არა კირიონთან, ამაზე სულ საუბრობთ, მაგრამ ნატობღას იშვიათად ვახსენებთ იმას, რომ კრისტეფორე სისქიშვილი იყო დაპირისპირებული კვადრატში, ასე ვიტყვი, ამბროსი ხელაიასთან 1927 წელს. ამბროსი ხელაია რო გარდაიცვალა, ხო, მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის საფუძველი ან ერთ-ერთი მიზეზი, ერთ-ერთი საფუძველი იყო ის დაპირისპირებაც, რომელიც იმხანად კომუნისტების დროინდელ საქართველოში ეკლესიაში მიმდინარეობდა, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და ახლა ამაზე არ ვისაუბროთ. ჩვენ ვსაუბრობთ სამაგიეროდ დღევანდელობაზე და აქ გითხარით, რომ
არ გვინდა პერსონალურად მე არ მინდა კი შევეგუები თუ აირჩევენ შიო მუჯირს რასაკვირველია რა უფლება მაქვს წინააღმდეგობას ვერ გაუწევ რასაკვირველია არ ვერევი ასე პირდაპირ მნიშვნელობით არჩევაში მართლა სინოდის გადასაწყვეტია და ასე შემდეგ მაგრამ თუ ასე მკითხავთ ვიდრე არჩევნების დღემდე მე მინდა თუ არა პატრიარქი იყოს სწორედაც რომ შიო მუჯირი მე უარყოფით პასუხს გაგცემთ და რატომ არ მინდა ამაზე ვისაუბროთ დაახლოებით 2 წუთში მანამდე კი ის თქვათ თქვენის ნებართვით რომ მე არ ვერევი ქართული საზოგადოება არ ერევა მაგრამ ამ ქართულ საზოგადოებას მეორე მხრივ უნდა ჰქონდეს განცდა რომ რომელიმე სხვა აქტორიც არ ერევა და ჩვენ კი საპირისპირო განცდა ჩვენ ვხედავთ არ ამჭრეთ კი არ მჭრეთ არამედ ვხედავთ ვატყობთ ვამჩნევთ ვხედავთ ვადევნებთ თვალყურს იმას რომ აქტორი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა ქართული ოცნების ამ პროცესში არა თუ ირიბად არამედ საერთოდაც პირდაპირ ერევა ლამის პირდაპირ ერევა და აქედან გამომდინარე თუ მას საქართველოს ბანდა ხელისუფლებას აქვს ჩარევის უფლება ჩარევის ან პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის უფლება და კიდევ ღმერთმა უწყის როგორ მოქმედებს სუსი დინარაძისა კი არა ივანიშვილისა და შესაბამისი სხვა სამსახურები მათ შორის სპეცსამსახურები რა ურთიერთობებში შედიან ცალკეულ მღვდელმსახურებთან რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შესაბამისად ჩვენც თავისუფლებას ვაძლევთ რომ თქვათ ჩვენი აზრი შიო არ ვარგა და ის რომელიმე სხვა კანდიდატი ვარგა აქვე ვიტყვი რომ საპატრიარქომ როგორც ჩანს საპატრიარქოს შიოს ჯგუფ მოდი ასე ვიტყვი როგორც ჩანს შეზღუდა ან აპირებს შეზღუდვას შევიწროებას დავიწროებას კანდიდატებისა ისედაც ბევრს არ აქვს შესაძლებლობა არ მიეცემა მიზესთა გამო ბევრი თავად იტყვის უარს ბევრს არც წამოვაყენებენ და ასე შემდეგ მაგრამ იმ 8 უხეშად ან 7-8 კანდიდატიან რომელიც კიდევ თეორიულად შეიძლება იყოს განხილული ალტერნატივად შიო მუჯირისა მათგანაც კი მათი რიცხვის კი შემცირდება დავიწროვდება იმ ყურიდან მოთრეული არგუმენტებით გამო რომელიც ეკლესიის მართვა გამგეობას და ამგვარ რაღაც კანონმდებლობას ეხება ამას არ აქვს იმიტომ უფლება რომ 70 წლის გახდა 1 დღის წინ ან იმას არ აქვს იმიტომ უფლება არჩევნებში მონაწილეობისა რომ არ აქვს უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება კარგად არ მესმის საღვთისმეტყველო განათლება თუ არ აქვს რომელიმე პირს მათ შორის მეუფე ისაიას, მაშინ ის საერთოდ როგორ იყო სინოდის, როგორ არის სინოდის წევრი, სხვათა შორის გამორჩეული, არ მინდა შემეშალოს 1995 წლიდან სინოდის წევრი და უმაღლესი იერარქი 2002 წელს შეირჩა უმაღლეს იერარქად შიო მუჯირი, ხოლო მანამდე 7 წლით ადრე, სწორედაც რომ მეუფე ისაია და სინოდის წევრად როგორ შეარჩია კათალიკოს პატრიარქმა, რომელსაც ესოდენ სერიოზულ პატივს ვცემთ. მე რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ პროპაგანდისტური მედიის წარმომადგენელი ჟურნალისტად წოდებული გვარი არ მახსოვს სამწუხაროდ და უფრო ზუსტი რომ იყო საბედრიეროდ დამიკავშირდა და მითხრა რომ კი მაგრამ ბატონო ირაკ ჩაგვეწერეთო და მე უარი უთხარი და მე სატელეფონო კომენტარი კი ჩამომართვეს მაინც ხეს რომ კი მაგრამ საიდან ამბობთ რომ შიო მუჯირი არის რუსეთის წარმოგზავნელი მე ზოგადი პასუხი გავეცი რომ აი ილარიო ნალფეევი იყო ჩამოსული 2017 წელს და ილარიო ნალფეევმა დანიშნინა ცოტა ცუდად ჟღერს შესაძლოა მაგრამ მაინც უბიძგა პატრიარქს რომ სწორედ შიო მუჯირი შეერჩია მოსაყდრეთ და არა სხვა რომელიმე ან საერთოდ შეერჩია მოსაყდრე რუსეთი იყო დაინტერესებული რუსეთი არის დაინტერესებული ამ პროცესით რომ ვიცოდეთ და სწორედ შიო მუჯირის უკაცრავად მასთან გასაგვირველია მაგრამ მაყურებელმა რომ უკეთ გაიგოს და უფრო ნატურალისტურად წარმოიდგინოს რაც ხდება რა პროცესის მიმდინარეობს გათრევით ამ ზნას მოვიშველიებ ერთხელ უბოდიშებ შიო მუჯირს აქ შეურაცხყოფის კონტექსტში შეურაცხყოფელად არ წარმომითქვამს ეს ზმნა ეს სიტყვა შიო მუჯირის გაყვანით თუ გნებავთ ლიტერატურული სიტყვა მოვიშველიოთ ახლა გაყვანით რუსეთი არის დაინტერესებული მე კითხვა მაქვს ამგვარი მაშ რატო იყო ჩამოსული ილარიო ნალფეევი წარმოგზავნილი ბანდიტი კირილ გუნძაევისა რა უნდოდა 2017 წლის აგვისტოს სექტემბერ ოქტომბერში ორჯერ თუ სამჯერ იყო საქართველოში აი ამ 2-3 თვის განმავლობაში რას ითხოვდა მაშინ გიოჩამირცხულავა ასეთი კაცი რომელიც შეუდარებლად ბევრი ინფორმაციას ფლობს ვიდრე მე
რომელიც აკვირდება ამ პროცესს, რომელიც რახანია წლები, ათეული წლები ამ საკითხზე წერს, ამ ამბებზე წერს, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე წერს, რომელიც ბევრ უმაღლეს იერარქს პირადადაც იცნობს, მეც ვიცნობს ამ 4-ს თუ არ ვწდები, 4-ს პერსონალურადაც და გოჩა მირცხულავა აკვირდება ამ პროცესს საკითხით. ის ჩემი სტუმარი იყო კვირას, ანუ გუშინ გადაცემაში კონტექსტი ფორმულას ეთერში მე სწორედ ეს კითხვა დავუსვი მას. კი, მაგრამ რა ვიცით საბოლოო ჯამში, რა უთხრა თუნდაც სამჯერ, ოთხჯერ, ორჯერ, სამჯერ თბილისში ჩამოსულმა ილარიონ ალფეევმა პატრიარქ ილია მეორეს და მე ძალიან მაინტერესებდა ჩემზე კომპეტენტური პირის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ხოი და საოცრებავ გოჩა მირცხულავამ გამცა ჩემი აღქმით, ჩემი აზრით ძალიან კომპეტენტური პასუხი და ძალიან საინტერესო ვერსია შემოგთავაზა. კერძოდ, ილარიონ ალფეევმა მისი ინფორმაციით, ანუ მირცხულავას ინფორმაციით, პატრიარქ ილია მეორეს უთხრა დაახლოებით კი არა ზუსტად შემდეგი. თქვენ ასაკში ბრძანდებით, გამოყავით პირი, ვისთანაც ჩვენ უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვექნება, თქვენ რომ არ შეგაწუხოთ ხშირად. აბსოლუტურად ჯდება პროტოკოლურ, მოდი ასე ვიტყვი, პროტოკოლურ ჩარჩოებში. ილია მეორეს დიდოსტაც ურთიერთობების მოქსოვაქსოვისა, რომელმაც ყველა ამოსუნ თქვა იცოდა ყოველი მეორე, მეოთხე, მერვე და 52 ალფეევის ნაირი გოშიებისა, ილია მეორემ სცადა ერთგვარად ასცდენო და ეცადა რომ ასცდენოდა ამ თემის განხილვასაც კი და უთხრა რომ ისიც რა არის, როდესაც მე ჩამოვალ მოსკოვში, იქ განვიხილოთ. ეს საკითხი ილიამ შესანიშნავად იცოდა, რომ მათ შორის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო მას ალბათ არც აღარასოდეს მოუწევდა მოსკოვში ჩასვლა, მაგრამ ეს დიპლომატიური სიტყვები, დიპლომატიურად წარმოთქმული სიტყვები, დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქცეული სიტყვები გარდაულად აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ალფეევს უკან დაეხია და ეთქვა, რომ კეთილი, მე გადავცემ ამას ჩემს პატრიარქ კირილ გუნძაევს და კირილ გუნძაევი, რასაკვირველია, დაგელოდებათ სიამოვნებით მოსკოვში, უწმინდესო, როცა თქვენ ჩამობრძანდებით რუსეთის დედაქალაქში და ინციდენტიც როგორც ასეთი ამოიწურებოდა. მაგრამ კირილ გუნძაევის წარმოგზავნილი ალფეევი რისი ფსბ-შნიკი იქნებოდა, რომ არ მიხვედრილიყო რა იგულისხმა პატრიარქმა ილია მეორემ, ის გაბრუნდა და ერთ თვეში დაბრუნებულმა, სწორედ კირილ გუნძაევის და ფსბ-ს მიერ დამუშავებულმა კიდევ ერთხელ აღძრა ეს საკითხი და თქვა, რომ დანიშნეთ მოსაყდრე და ჩვენი წარმოდგენით ეს მოსაყდრე უნდა იყოს სწორედაც რომ შიომუჯირი, რომელთანაც ჩვენ გვექნება ეკლესიების ურთიერთობების განხილვის შესაძლებლობა უფრო ხშირად ვიდრე გვაქვს თქვენთან, რამდენადაც თქვენ მაინც ასაკში ბრძანდებით და გთხოვთ, რომ შიომუჯირი გამოარჩიეთ პატრიარქად და აი აქ არის საკვანძო სიტყვა გოჩა მირცხულავას ინფორმაციით, ილარიონ ალფეევი, ანუ რუსეთის ეკლესია დაემუქრა პირდაპირ მნიშვნელობით. დაემუქრა პატრიარქს, ცხადია დიპლომატიური მუქარა იქნებოდა ეს, რომ თუ ასე არის მოქმედებთ თქვენ უწმინდესო, ამ შემთხვევაში რუსეთის საპატრიარქო განიხილავს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის, აღიარების საკითხს. ხოდაშორის გოჩა მირცხულავას თქმით თუ ვერსიით, პირველ და მეორე შეხვედრაზე მათ შორის განიხილებოდა უნიის საკითხი და მათ შორის განიხილებოდა აფხაზეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგრეთ წოდებული ლეგიტიმურად ყოფნის საკითხის, იქ არის ტაძრების საკითხი, იქ არის მათ შორის ილორის მონასტრის საკითხი, იქ არის სხვა სიწმინდეების საკითხი, მათ შორის სიმონ კანანლის ტაძრის საკითხი და ასე შემდეგ და აი ამ სიწმინდეებზე, ამ ეკლესია მონასტრებზე ლეგიტიმურად ყოფნის უფლება უნდა რომ მიიღოს რუსეთს უკვე რახანია და ამის საუკეთესოდ შემთავაზებელი და ამ სერვისის გამწევი რასაკვირველია იქნება სწორედაც რომ რუსეთის მიერ დანიშნული, ან პირდაპირ ან ილიბად დანიშნული ვინმე ერთი კაცი და ამ შემთხვევაში კვლავ ვიმეორებ, ლაპარაკია შიომუჯირზე. პატრიარქი ძალიან უფრთხის, ძალიან უფრთხოდა და ძალიან ეშინოდა მას
მას აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა, ეს არის ხოთაშორის მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც არ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესია, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, იმიტომ რომ მუქარა მოსკოვიდან, რუსეთიდან იყო ამგვარი აღიარებთ უკრაინას, დამოუკიდებელი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ვაღიარებთ ჩვენც აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ანუ ავტოკეფალიას დამოუკიდებლად იმისა, რა სიტყვის კონსტანტინოპოლი, ეგრა მაგის პასუხია, იმიტომ რომ ფეხებზე ჰკიდია მოსკოვს მსოფლიო საპატრიარქო და ყველა ფეხებზე ჰკიდია ქვეყანას, რომელსაც საკუთარი თავი მესამე რომი ჰგონია, მესამე რომად წარმოუდგენია, ქრისტიანობის მთავარ მცველად წარმოუდგენია ამასთან, ესეც უნდა ვთქვათ და პატრიარქი ამას ძალიან უფრთხოდა და უფრთხოდა თუ არა და რაღაი უფრთხოდა, შესაბამისად პატრიარქი, მოდი ასე ვიტყვი და ცოტა მძიმედ კი ჟღერს, მაგრამ მაინც იძულებული იყო, რომ დაენიშნა, დასთანხმებოდა რუსეთს და საკუთარი ხელით, მართლაც საკუთარი ხელით დაეწერა ეს ბრძანება თუ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოსაყდრეთ შიო მუჯირის არჩევის შესახებ თაობაზე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი დაუძლურებული იყო იმ პერიოდიდან 2017 წლიდან განსაკუთრებით 2026, ანუ გარდაცვალე სიცოცხლის ბოლო წამებამდე და ბოლო წუთებში დასაკვირველია განსაკუთრებით დაუძლურებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ შიო მუჯირი მართლაც ბევრ რამეს წყვეტდა, პატრიარქი მაინც პატრიარქობდა, მოდი ასე ვიტყვი, და ფორმალობა იყო შიო მუჯირის მოსაყდრეობა. პატრიარქმა შესანიშნავად იცოდა, რომ შიო მუჯირისთვის საპატრიარქო ტახტი არ უნდა დაეთმო, ეს რომ არ სცოდნოდა ილია მეორეს, ის 2017-ში, 18-ში, როცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში უკვე იყო, ის დაწერდა განცხადებას, გადადგებოდა, როგორმე ცუდად ჟღერს, მაგრამ მაინც არჩევინებდა სინოდს, პატრიარქად გამოარჩევინებდა, სწორედაც რომ შიო მუჯირს თუ მასზე აკეთებდა აქციებს, მასზე დებდა ფსონს, ის ეგულებოდა მემკვიდრედ, თუმცა ეს მაინც არასწორი ტერმინია, თავად გაადავიდოდა და იქნებოდა საპატიო პატრიარქი, როგორც უკრაინაში მოხდა ეს და შიო მუჯირი იქნებოდა უკვე გაფორმებული კათალიკოს პატრიარქთან, ანუ ჩაბრძანდებოდა კათალიკოს და პატრიარქის ტახტში, მაგრამ პატრიარქ ილია მეორეს ეს არ გაუკეთებია, ეს დამატებითი არგუმენტი მათთვის ან მათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ რაღაცა მოსაყდრედ გამოარჩია, შესაბამისად შიო მუჯირი უნდა იყოს პატრიარქი, ის არის მემკვიდრეობას, როგორც ასეც არც ერთი კანონი, არც ერთი წესი, არც ერთი სიტყვა, არც ერთი კანონიკა თუ არაკანონიკური ტექსტი, როგორც ასეც არ ცნობს საქართველოს ეკლესიაში, უნდა იყოს არჩეული ახალი კათალიკოს პატრიარქი. კიდევ ერთი რაკურსი და ზეცგოჩა მიცხოვლებას არ უსაუბრია. კარგად უნდა გავიგოთ, რომ რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ანხორციელებს, ატარებს ჰიბრიდულ ომს და ჰიბრიდული ომის უამრავი ელემენტი არსებობს. ეს არის კონვენციური ომი, დაგვესხა თავს 2008 წელს, დაგვესხა თავს 90-იანი წლების დასაწყისში აქტიურ კონვენციურ ომშია რუსეთი ჩაბმული უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ჰიბრიდულ ომს აქვს სხვა ელემენტები, სხვა საცეცები, სხვა იარაღებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ეკონომიკური ომის გამოცხადება, ნებისმიერი მედია ომი მაგალითად და ასე შემდეგ და ერთ-ერთი არის მეტი და მეტი რუსეთი რომ უყვარს იმგვარი პირის და ინსტიტუციის გაჩენა, ამით უფრო ავტორიტეტულების ამ შემთხვევაში ქართულ საზოგადოებაში. მე გაგახსენებთ, რომ პატრიარქი ილია ამბიდან, ანუ 2017-დან, როცა მოსაყდრე გახდა შიო, გახდა მოსაყდრე, მართლა პატრიარქმა დაწერა საკუთარი ხელით, ამის შემდეგ განვითარდა მინიმუმ ორი ამბავი, უმძიმესი ამბავი საქართველოს ეკლესიისათვის, მიმართული ალბათ მაინც ასე ვიტყვი პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ან წინააღმდეგაც. ეს არის პირველ ყოვლისა ციანიდის ამბავი და ღმერთმა უწყის, ვინ ვის კლავდა თუ აპირებდა, ვინ ვის უპირებდა მოწამლას ციანიდით, მამალაძე, არა მამალაძე,
როგორ იყო ჩარეული რომელიმე ერთი მღვდელმსახური, მეორე მღვდელმსახური, მესამე იერარქი, მეოთხე იერარქი და ასე შემდეგ და იყო თუ არა ჩარეული საერთოდ ფილმი და საერთოდ მოხდა თუ არა ეს ამბავი, იმიტომ რომ სულ მინიმუმ ორი ინფორმაცია, ორი ვერსია ვიცით ამის თაობაზე, ერთი ვერსიის თანახმად აპირებდნენ პატრიარქის მოწამვლას და ამაზე შევჩერდები 2 წუთი 2 წუთში და მეორე ვერსიის თანახმად მისი მდივან რეფერენტისა შორენა თეთრუაშვილისა პირველ ვერსიას გავყვეთ. თუ პირველი ვერსია იოტისოდედად მაინც სწორია, ანუ თუ პატრიარქის მოწამვლას აპირებდნენ, ესე იგი ეს იყო, მოდი ასე ვიტყვი, რუსეთის ოპერაცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაუძლურებულის კვლავ ვიმეორებ წინააღმდეგ, რომ მალე გარდაცვლილიყო, მომკვდარიყო, ბოდიში ამ სიტყვისთვის, გარდაცვლილიყო, განეტევებინა სული და უკვე დანიშნული შიო მუჯირი, უკვე მოსაყდრეთ შერჩეული შიო მუჯირი შედარებით იოლად გამხდარიყო კათოლიკოს პატრიარქი დაახლოებით ის პროცესი იქნებოდა, რა პროცესსაც ახლა ვადევნებთ ჩვენ თვალყურს, როდესაც ყოველი მეორე ვიგინდა რა გამოდის და ამბობს, რომ შიო მუჯირი რასაკვირველია უნდა იყოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, იმიტომ რომ ილია მეორემ ვიზიტელი, მათეორ ენაზე ვიტყვი, დაგრიბარა ეს ილია მეორეს არ დაუბარებია ეს, კვლავ ვიმეორებ, რომ სდომოდა ილია მეორეს ის სიცოცხლეშივე გადადგებოდა პატრიარქობიდან და სინოდს სთხოვდა, მოსთხოვდა, აიძულებდა სული სიტყვა, მაგრამ მაინც მოკლედ სინოდს არჩევინებდა კათოლიკოს პატრიარქად შიო მუჯირს, რაც მას არ გაუკეთებია, ჯიუტი კაცი იყო პატრიარქი ილია მეორე, ჯიუტი და მჭრეტელი კაცი იყო, მეთქი თუ ამასაც ვიტყვი, არც ეს იქნება უცნაური ერთის მხრივ. ეხლა მეორე ამბავს გაგახსენებთ, ანუ სიანიდის ამბავი და სიანიდის ამბავის სკანდალის ის ვერსია ხო მოკლედ განვიხილეთ, რომლის თანახმადაც სწორედაც რომ პატრიარქის კვლელობა ჰქონდათ განზრახული და თუ ეს ყველაფერი ასეა მართლაც ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ ყველაფრის ზურგს უკან თუ არა საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა არა საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის ნაჩალნიკები მოსკოვიდან, ანუ FSB, ბოდიშს ვიხდი აქვე ერთი დეტალიც კარგია რომ გამახსენდა, გავრცელებული ინფორმაციით 2017 წელს, როდესაც ილარიონ ალფეევი სთხოვს და მოითხოვს პატრიარქისაგან რომ მოსაყდრეთ დაინიშნოს სწორედაც რომ შიო პატრიარქი მიმართავს საერო ხელისუფლებასაც და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების უშიშროების საკითხი არ იყოს რუსეთის ნებისმიერი ინტერვენცია პირდაპირ ირიბი მარცხნიდან ქვემოდან კავკასიონის ქედ გადმოღმიდან თუ ქედ გადაღმიდან პირდაპირ კომუნიკაციით თუ არა პირდაპირ კომუნიკაციით ინტერვენცია საქართველოს საშინაო საქმეებში მით უმეტეს ინსტიტუციაში რომელსაც 90%-იანი რეიტინგი აქვს განზე გადგა საერო ხელისუფლება და კითხვა ხომ უნდა დაგვებადოს რატომ გადგა განზე თუ ეს ასია ბიძი და ივანიშვილი იმიტომ რატომ თქვა რომ ჩემი სახლუკა მიღმა მაია ხატას კრაიუ ხო რატომ თქვა ეს იმიტომ კიდია ფეხებზე იმიტომ რომ ისიც რასაკვირველია საქმის კურსში იყო იმასთან დაკავშირებით რას უპირებდა FSB კრემლი მოსკოვი პუტინი რუსეთი და დედასაიმასქნებელი ყველა ინსტიტუცია თუ პირი თუ ზოგადად ქვეყანა საქართველოს ეკლესიას უკვე იმხანად ისიც ანუ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება თანახმადაყრდნი იყო რომ რუსეთის მიერ ყოფილიყო დანიშნული შერჩეული და დანიშნული სწორედაც რომ შიო მუჯირი და ახლა მივადექით მეორე სკანდალს ოღონდ მეორე ამბავს ოღონდ აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ელემენტებით ებრძვის საქართველოს ჩვენს ქვეყანას ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხს ქვეყანას საზოგადოებას ყველას და განსაკუთრებით სწორედაც რომ ჩვენ რამდენადაც ძალიან მეძვირფასებით იმიტომ რომ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნების ისტორია გადაჯაჭვულია 1801 წლიდან მათეული ავადმყოფური ტვინით თითქოს ჩვენ ოდესმე მაინც გვყარებოდეს არ გვიყვარდა რუსეთი ამ 2 საუკუნე ნახევრისგან 2 საუკუნე
და კიდევ ნახევარის ანუ 250-260 წლის განმავლობაში 1801 წლიდან თუ 1793-დან თუ ოდნავ ადრინდელი პერიოდიდან თითქოს ჩვენ შორის ყოველთვის იყო რაღაც ძმობა და ტკბობა და დობა და ტკბობა და სიყვარული და ელარჯის წელვა და ტაში და ფანდური და ასე შემდეგ. მოკლედ რუსეთს ეძვირფასება საქართველოს ვინიც ის და ერთ უცნაურ რამეს გეტყვით უკრაინაზე მეტად ან არანაკლებად მეტ კი ვიტყვი ასე, იმიტომ რომ ესენინი აქ წერდა ლექსებს და არა მარტო ლექსებს წერდა ესენინი, მაგრამ ეს სხვა თემაა და ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა. მოკლედ პუშკინი ჩამოვიდა და ლერმონტოვსკი ძეგლი აქვს. მოკლედ ეს ერთი ამბავი, ეს ჰიბრიდული ომი ამ ჰიბრიდულ ომს რუსეთი აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ახლა ერთ ამბავს გაგახსენებთ, რომელიც მედიაში სულ უფრო პოპულარული ხდება. 2019 წელი, ანუ შიო უკვე 2 წელია შერჩეულია მოსაყდრედ და მოსაყდრეს მართლაც აი ნახევარი ნაბიჯის ნახევარი უპირატესობა აღქმაში ყოველ შემთხვევაში ყოველი მეორე სულელისა ვინც ამ ქართულ საზოგადოებაშია და ლაპარაკობს და ორ სიტყვას კი ვერაბავე ხშირად მაგრამ მაინც აღქმაში ამგვარიობაა ჩამოყალიბებული ამგვარი აღქმა აქვს რომ შიო დაწინაურებულია და აი მაშინაც 2017 წელს დაწინაურებულია და ნახეთ გავრცელდა მედიაში ინფორმაცია ამგვარი რომ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად აი ესე რომ უყვარს თითქოს პატრიარქ ილია მეორე და ცრემლად რომ დაიღვარა თითქოს სამების საკათედრო ტაძარში ოღონდ გარშემო იყურებოდა ეს რა მაგარი რამე ამიგიაო ეს ჩანართიც გავაკეთოთ და პატრიარქსაც სხედარსაც დახედავდა ხოლმე რა ძვირფასეულობები უნდა ჩაატანონო ეს ბიზინა ივანიშვილი 2019 წელს ხვდება პატრიარქ ილია მეორეს და სთხოვს ურჩევს, მოდი ასე ვიტყვი, დაბეჯითებით ურჩევს გადადგომას. ახლა ეს ყველაფერი დააკავშირეთ ერთის მხრივ ციანითთან და იმ ვერსიასთან, რომლის მიხედვითაც ეს არის ციანიდის ამბავი. სწორედაც რომ პატრიარქის ლიკვიდაცია უნდათ და ეს ყველაფერი დააკავშირეთ, ანუ აღარ უნდა ყოფილიყო ცოცხალი. და აკავშირეთ 2019 თუ 20 წელთან, როდესაც ბიზინა ივანიშვილი ხვდება ამ ინფორმაციის თანახმად პატრიარქ ილია მეორეს და სთხოვს გადადგომას. ანუ პატრიარქი ესე დაუძლურებული უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფი და კიდევ უფრო დამძიმდება შემდგომ პერიოდში პატრიარქის ფიზიკური მდგომარეობა და ასეც უნდა ყოფილიყო, აბა რა ეხლა 80 გადასცდა, 85 გადასცდა, ყოველთვის ეხლა ბიჭივით ვერ იქნებოდა, ხო ბუნებრივია პატრიარქი და ვერც ერთი ჩვენგანი, ან ბევრი ჩვენგანი, ხო? ილია მეორეს ბიზინა ივანიშვილი ოლიგარქი ეუბნება რომ რაღაი თქვენ ასეთ მდგომარეობაში ხართ, იქნება და გადადგეთ. ურჩევს თითქოს არაფერია, ეგრე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ნებისმიერი რჩევის მიცემა ნებისმიერი ჩვენგანისათვის, ნებისმიერი ჩვენგანს ნებისმიერი რჩევის მიცემა. მაგრამ აი ამ ოლიგარქს მით უმეტეს აქვს, ხო? დამფუძნებელი მამა ჰგონია ქვეყნისა. ამგვარი რჩევის, მათ შორის პატრიარქისთვის ამგვარი რჩევის მიცემის უფლება და აი ამ უწყინა არ წინადადებას წარმოთქვამს ოლიგარქი ივანიშვილი. პატრიარქი ამ რჩევას არ იღებს, მან შესანიშნავად იცის, რომ გადადგეს და საპატიო პატრიარქი გახდეს, მას მეორე სერიაში უბიძგებენ და დაანიშნინებენ, სწორედაც რომ შიომუჯის და ეს არ უნდა, იმიტომ რომ აკი გითხარით, რომ შიომუჯირის მთავარი მისია უნდა იყოს თუ არჩეული იქნება მაშინ მით უფრო რომ წმინდა სიტყვა კი არ მოხფინოს ხალხში არამედ ილაპარაკოს მხოლოდ იმაზე რაც ბიზინა ივანიშვილისთვის პრობლემა არ არის ანუ ილაპარაკოს ქრისტეს მოძღვრებაზე და კარგია და სწორია რომ ილაპარაკოს უმაღლესმა იერარქმა და ნებისმიერმა სამღვდლო პირმა ქრისტეს მოძღვრებაზე, ქრისტეზე როგორც მაცხოვარზე, ქრისტეზე როგორც წინასწარმეტყველზე, ქრისტეზე როგორც მკურნებელ ადამიანზე, ვინც კურნავს, ვინც სასწაულებს ჩადის სახარებისეულ სიბრძნეებზე და აგრეთვე უკვე შემდგომ უმნიშვნელოვანეს პერსონებზე ქრისტიანობისათვის ვასილი დიდზე, იოანე ოქროპირზე, სხვებზე და სხვებზე. ესეთი უნდა
იზიდა ივანიშვილს. ასეთი უნდა იყოს პატრიარქი. აი ასეთი წამს მე პატრიარქი კათალიკოზი ეს არის ბიზნეს ხედვა ილია მეორის მემკვიდრესთან დაკავშირებით თუ მიმართებით არადა ჩემო კარგებო არ არის უმნიშვნელო ამბავი ვინ იქნება საჭეწყრობელი უძველესი საქართველოს ეკლესიისა. მოდი ვიტყვი ასე, განგება და ისტორია მას უზარმაზად მისიას მისდაუნებურად დააკისრებს იმდენი ამბავი მოხდება საქართველოში, უფრო ფართოდ ჩვენს პატარა რეგიონში, უფრო ფართოდ ჩვენს დიდ რეგიონში, მოდი ვიტყვი ასე ევროპაში, მოდი ვიტყვი ასე ამ პლანეტაზე, ამ 15, 10, 5, მით უფრო 20, 25, 30 წლის განმავლობაში რომ სიტყვა წარმოთქმული თავარი ამბიონიდან, წარმოთქმული მომავალი კათალიკოსის მიერ ყოველი სიტყვა, ყოველი ქადაგება, ყოველი ეპისტოლე იქნება გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და განვითარებისთვის კი უმნიშვნელოვანესი ვიტყვი ასე. მისიას დააკისრებს განგება ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ პატრიარქს. უბრალოდ ამ წვერვალს დაიპყრობს თუ არა ერთი ან ვინმე საერთოდ. ამაზე ახლა კითხვა, ეს არის სწორედ კითხვა ახლა და ჩვენ ამ თავითვე ვიცით, რომ ვერ დაიპყრობს, ვერ შეასრულებს ამ მისიას შიომუჯილი და არა მხოლოდ შიომუჯილი, არამედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის კიდევ ერთი შეთანხმებული კანდიდატი, რომლის გვარსახელსაც ახლა მე არ გაგიმხილოთ. მაგრამ თუ შიომუჯილის გაყვანა, უკაცრავად მასთან კიდევ ერთხელ გათრევა ვერ მოხერხდა, დაქვე ვიტყვი, რომ მედიის ცალკეული არა მხოლოდ სახელმწიფო საშუალებები ვამჩნევ და ვატყობ რატომღაც ირიბად მუშაობენ სწორედაც რომ შიომუჯილის გაყვანაზე და კიდევ ზოგიერთი ცნობილი სპიკერი თუ ვერ მოხდა შიომუჯილის გაყვანა სათადარიგო კანდიდატს ამოჩხრეკს კრივრიდან ბიზინა ივანიშვილი და უფრო ინტენსიურად დაიწყება აბაზე პოლიტექნოლოგიების გამოყენებით ამ თემაზე და ამ კანდიდატზე საუბარი დაახლოებით 2-3 კვირაში. აგერ მე და აგერ თქვენ მე არ ვიცი ვინ უნდა იყოს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. ვერ გეტყვით. ისაიაზე საუბრობენ და სხვების გვარებით ჩნდება. ვერ გეტყვით, მე ფსონს ვერ დავდებ. ვერავისზე, მაგრამ ფსონს რომ არ დავდებ პირზე, რომელმაც უნდა იყუჩოს და რომელიც სწორედაც რომ რუსეთის არა თუ ირიბი, არამედ პირდაპირი ჩარევით არის შერჩეული მოსაყდრედ. ეს კი ფაქტია. მე ვიმსჯელებ ამ თემაზე და მაქსიმალურად შეძლების დაგვარად კი არა, მაქსიმალურად ვამხელ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას და ქართული ოცნებისა და კარგადაც აგიხსნით ვეცდები რომ აგიხსნათ რომ რუსეთს აქვს მორჩილი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მორჩილი მართლმადიდებელი ქართული ეკლესია, საქართველოს ეკლესია უნდა, რომელიც დასავლეთისკენ არ გაიხედება, სოფლიო საპატრიარქოსკენაც არ გაიხედება და მზერას კი რუსეთის იმპერიის დედაქალაქისკენ მიაპყრობს. ნახვამდის.